გამარჯობა მოგესალმებით YouTube-ზეა კაცები კვლავ იგივე შემადგენლობით. სულ მინდა ხოლმე რომ ვიღაც ახალი გამოვაწყო. და ვინმე კი არ ჩაგანაცვლოთ. ახალი დავამატო. არ გამოდი. ახალი თუ გინდა, მოდი ესე თქვი რომ აი ახალ წელს პირველად ვიკრიბებით და რაღაც ახალი იქნება. წელს ხო შევგვი. ახალი მინდა გამოვაცხადო ადამიანი. ახალ პირველად ვიკრიბები და იმ წელს ბოლო ჯერ შევიდე, უკვე გაცვდა მე რამდენი წელია. გამოვაცხადე ის არა ხია. ვინ? გოგიჩა ყოველთვის ესე დროს აცხადებდა გელა კიპაროიძეს რა. არ ვიცი ეს სახელი და გვარი ქონა აკვიატებული ვინმე მაგის ნაცნობია შეიძლება. მე ყავს კიპაროიძები ნათესავები და სუმეულებოდნენ ვინ არის გელა ჩვენი ნათესავი ხო არა. გოგიჩა ყავდა ვიღაც აკვიატებული ნებისმიერ სადმე თუ უწევდა სცენარში გამოცხადება აცხადებდა გელა კიპაროიძეს. იყოს გელა კიპაროიძე. კაცები და გელა კიპაროიძე რომელიც დღეს ვერ მოვიდა. დღეს აბსტენს. როგორ ახარ? როგორ გადააგორე ახალი წლები? კარგად. კი გიყურეთ ჩვეულებრივ ჩანაწერში გადაცემის, მაგრამ ის ჩანაწერი იყო. ხო, კარგად. და თვითონ ახალი წელი? რამდენი კილო გოჯი, რამდენი კილო ვინეგრეტი, რამდენი კილო მანდარინს არ გეკითხები ისე ვიცით რომ სავალა. დავინდე საკუთარი თავი. და ბიუჯეტი წოდი. მხოლოდ 4 კილოგრამით 4 კილოგრამით რა? 4 კილოგრამი გაბედნიერებული. მოიმატე 4? მართლა? ხოჭა. რაც არის დანდობა? რეკორდულად დაბალი. მაჩვენებელი ახალ წლებზე. ბიჭო 4 დღეში 4 კილოგრამი. 4 კილოგრამს მარტო 31-ში ვიმატე. დილიდან საღამომდე. ესე ჩასწორი ესენელე ლადიო. და თან მეუბნებოდნენ რომ ეთყობა იპაროსო თორე ჭამით უფრო მეტს. ნუ მეტაბოლიზმი ისეთი სტუმარი ყავს უნდა ვკითხო. დღეში 4 კილო ეს სელაპის გარდა სელაპი და ვეშაპი ხო პირი რო ღია და სურო ჭამს და პლანქტონი რო შედის და შედის. ვეშაპთან ახლა მე ვერ მივალ, იმიტომ ახალ დაბადებული. ჯერ არ ვიცი შეიძლება ახალი და გასწრები. ახალ დაბადებული ვეშაპიც კი ჭამს ჩემზე მეც. ხომ ხე სინანულით და შურით იყო ნაკო. ეს კი ჭამს. ახლა შურის ელემენტი მეც ვიგრძე. დედა ვეშაპს აქვს 500 ლიტრი რძე, წარმოიდგინე. ის ხო რძე საჭმელს ბავშვს თავიდან. სულ 500 ლიტრი რძეა დღეში. დღეში 500 ლიტრი რძე. რაღაცა გეშლება. ამის მეხსიერების ამბავი მოგიყვე? რა დღეში აქვს მეხსიერება? ბიჭო რა არის ძი? თელი სისხლით უკუჩი მიდის დასამუშავებლად. ხო, twins აღარ აქვს სისხლი და ეს არის იმიტომ რომ 4 კილოს მარტო შენი კი არა, სხვისი სისხლით დაჭირდე. ბიჭო ეს როგორ არის იცი? კი ამას გადასხმავს. ეს როგორ არის იცი? აი კომპიუტერზე ხო გაქვს რაღაცა მეხსიერება და USB რო გაქვს ხო იცი გარე მეხსიერება. ეს იმახსოვრებს რაც მე არ მახსოვს და ამ ხარვეზებს მივსებს. მომიყევი. ეგეც არ ახსოვს. არ მახსოვს. ეხლა ლაივები რო ქონდა სხვათა შორის ლაივები წარმატებით ჩავატარეთ, ვინც იყავით და დაგვეთანხმებით რომ კარგად იყო დიდი ყველაფერი. მადლობა ყველას ვინც მოხვედით. ვინც არ დაგვეთანხმებით, აქვე შეინახეთ. ვინც არ დაგვეთანხმებით, მობრძანდით შემდეგ ლაივებზე და შევეცდებით გადაგარწმუნოთ აი ეს. კი ბატონო. მიდი. მე ხო ამოძრავებდი ჩემი მანქანით ლაივების პერიოდში. და პირველ დღეს უნდა გავგვეულო საჩუქრები აგვეყო ხალხისთვის მისაცემი. ხო. და მივდივართ გამრეკელის ქუჩა ქვია მე მგონია კუტუზოვი ყოფილი. და ვეკითხები რომ აქ სადღაც არის კგბ-ს ბინა მეთქი ესე გამიგიათ ხო და კიო აი დამანახა ეს არის აქ ცხოვრობდა ჩვენი ნასაერთო მეგობრის პირველი ცოლი. და გვარს იძახის რაღაც შარაშენიძე იყო ის ცოლიო და გაუხარდა აუ რა მაგარი ეს ამაკ მეხსიერებაო როგორ გავიხსენე და ბედნიერია და მე გავწდი ცოტა მანქანით და აქ იყო ის პოლუფაბრიკატების მაღაზია და მე იმასაც დაერქვა ბანდასო ხო და ვეკითხები რომ კულინარიას ხო ხო ბიჭო როგორ არის ასაკი რა და ძველი რაღაცები კარგად ახსოვს და ახლები არა ნახე ჩემთვის ფაბრიკატების ბანდა გეჭირა. ბანდა დაჯგუფება და ეს არა ქვია მთავარია რომ ხო გაგებინებთ კი კაცო მე დახატე ხოლმე უკვე რო ვეღარ გავაგებინებ უკვე დახატე მე მაგ ეტაპზე რომ გადავა პინგვინიც გაგებინებს რაღაცა
შენ ადამიანი არის ხო კარგი მაგალითი. მეტი მოგეთა დებილური მაგარი. მაგას სელაპიჯობდა რა. აი ეს რაღაცა შოუ რო აქვს. თევს გადავგებ გაწუნა. ძალიან უხეშად შეგადარა პინგვინს. მე უფრო სელაპი დათო. კი სელაპი კი იგვიც ხოჭოს მე უფრო მესიმპათი. ვიდრე სელაპი. ვიდრე სელაპი. სელაპი სელაპი კარგია. კეთილი არა, სიმპათიურობას ვეუბნ. ვიღაცა შეხედავ კაცია. შენ პრეტენზია გაქვს სიმპათიური რა თქმა უნდა. შეხედავ კაცია და ეს სელაპი რაღაცა იბეზე რო ჩადიხარ შენ, უფრო პინგვინდან უფრო ახლოა. გეუბნებს. მე მქონდა უცნაური ახალი სწრების მიჯნა ზღურბლი ზღურბლი კი დედა ჩემი რომელიც არის 86 წლის დაეცა მოიტეხა ხელი გაუკეთეთ ოპერაცია ჩემი პირველი რეაქცია იქ იყო რომ დამირეკე და ხელი ის კი არა როგორ არის კიდე კაი ხელი მოიტეხა მე ესე ექიმმა მომილოცა საავადმყოფოში რომ მივარდი გილოცავთ მარტო ხელია მოტეხა ხო ეგ ხო და დედა ჩემი არის ძალიან კარგად კერავს რა. ხო. აი დღემდე შეუძლია რომ ნებისმიერი რაღაცა მიცე და შეგიკერავს ერთ-ერთს. ხო. და უწევს ის არა ეს გადახვევები უწევდა, რაღაც აბაზანები, რაღაცეები და ეს თაბაში მოხსენი, რომ ეს აბაზანა გამეკეთებინა, მე მაზე წამესვა და ესე უყურებს რა მას ნაკერს. და მაგარი რეაქცია ჰქონდა. რანერად მოუპროჭნია ახლა ნაკერი არ დაევა. ვა მაგარია ნანა. სტროჩკა არის ხო? აი არისო რა თვითონ სხვანაირად იზავდა ხო და ეხლა ოჩაღობს და კარგად არის ბიჭო ისე ამხელა ქირურგი რო ხარ, ხო უკეთესად უნდა კერავდე. 20 წელი რო გასწავლე ეს კერვა. საავადმყოფოში ერთი მკერავი ხო უნდა იყოს. ბიჭო ეგენი როგორც წერენ ისე თუ კერავე მეტის იმედი არ უნდა გქონდეს რა ხო მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით თითქმის აღარ არის რა სტეპლერითაც აკეთებენ ხოლმე ხო შეიძლება ხო მაგრამ ისე ნანას დაჭირდა შეიძლება მაგის ბრალიც არის სტეპლერი მოიგონეს რომ ესე კერავი ხო რო პროჭნიან ბოლოში ამოასხა ყველას და სტეპლერი კალიგრაფია რო არ გადი ახალი ამბები რაც დაგროვდა გაინტერესებთ თავისთავად თუ დაგროვდა ყველაფერს ვერ ერთი ამბებია ამათ დღეში უკვე კი წელი დაიწყო ძალიან მაგრამ ერთი ქვეყანა შევარდა მეორეში და პრეზიდენტი და მისი ცოლი მოიტაცეს აბა და გააქანეს ჩაიყვანეს ნიუ-იორკში ამერიკის დელტა სპეცდანიშნულების ეგეთი თამაში იყო დელტა ფორსი რა და ეგ სპეცდანიშნულების ჯარი იყო დაახლოებით თამაშია მე მგონი ბიჭო აი ისეთი ამბავი არის რომ კინოში რომ ენახა ხო რა დებილობა მოიგონეს ხო ამ ამბავთან ერთად მოხდა ესეთი უცნაური რაღაცა საინტერესო რაღაცა Nike Tech-ის ეს დასაცმელი რომელიც ეცვა მადუროს რომელიც $260 ღირს გახდა უცბად ძალიან პოპულარული და გაიყიდა ყველა რაც კი ქონა მარაგში Nike-ს ვა შეიძლება Nike-მა ჩააცმევინა დელტას ცოტა ფული გაუგო სპეცოპერაციის სპონსორია Nike კიდე ხო არ გამოვრიცხავ ცოტა ხანში რომ მარკეტინგი მანდად შევიდეს და ვიღაცას რო იტაცებენ აი შეხა მადუროს ფულის მეტი რა ქონა მაგრამ ვიღაცა ისეთ რო იტაცებენ და შეუსაბამო რა ლუი ვიტონი რო აცვია რა რომ რეკლამა გაკეთდეს და ბიჭო კისერზე რა უკეთია ცოლს რა კისრის ბალიში თვითფრენავში ხო და ესეთი არა რაღაც ყურსასმენები ის არის კამის საკისრემე და ყურსასმენები უკეთია რომ ეთყობათ სამხედრო ვერტფრენით და თვითფრენავის ხო მაგრამ აი ეს რა არის ეგ ის არის კამარი კი არა და რითიც ამაგრებენ სამხედრო სკამებზე ღვედი აი ესეთი რკინის აი იმებზე ახო რო არის იკოტაოს მადურო რო არის იკოტაოს იზუზუნებს ხო ის ეგ დაახლოებით იმაში აი ამერიკული მთები ან რაღაცაში რო ჯდები ეგეთი რკინის ტიპი ჩამოდის რომელსაც უჭირავს ხო აი მაგიური რეალიზმი გაცილებით უფრო ჰუმანური გახდა ეს ნახე მსოფლიო ადრე ხოცავთ ცოცხლად მოიტაცეს და თან ცოლსაც არ დააშორეს თან ცუდ ადგილას კი არ წაიყვანეს ნიუ-იორკში ჩაიყვანეს ცოლს კითხესო შენ რა სიზამო
წამოხვალო თუ დარჩები. ხო, იმიტომ იმათაც რა თუნდაც ვიღაცა ლათინოსი კიდე კამპანია აქვს თუ არ შემოუშვან არალეგალები და ვიღაცის ცოლი კიდე რანერი მიდგომა კიდევ ერთი მიდგომაა რომ ისა რომ ამ ცოლმა თქვა დაიცავ ჩავიცვა და მოვდივარა და 2 საათი ელოდა გამოდიოდა და მადურს ეკითხებოდა ესეც ამოვიდე თუ ისკაბა შენ ვიღეს შაშა რომ მაჩუკე შემდეგი არის რა სიზამდა ხელოვნური ინტელექტი ადამიანი რომ ყოფილიყო ტექნიკურ სფეროში დასაქმებულმა მელინდა აგნიუმ არ ვიცი ვინ არის გამოაქვეყნა ChatGPT-ის თემა ერთი დღე რომ ადამიანი ვიყო ეთყობა დავალება მისცა და რა სიზავდიო და ChatGPT თქვა რომ გავიღვიძებდი მაღვიძარას გარეშე ცოტა ხნით უძრავად ვიწვებოდი რომ შემეგზნო ჩემი სხეულიო კიდურები ჩაისან ყავას ნელა მოვამზადებდი ორ თქს შევისუნთქავდი და ამითი ბედნიერი ვიქნებოდიო მომინდებოდა რაღაცის გაკეთება ჩემი ხელით ჩანაწერებს გავაკეთებდი ან ჩავხატავდი რაღაცასო კერძს მოვამზადებდიო შევჭამდი რამე გემრიელს და მარტივს არ ვიცი რა არის გემრიელი ერბოკვერცხი ხო ილის ბოლომდე აუცილებლად დაურეკავდი ვინმეს, ვინც ჩემთვის ძვირფასია, დღის ბოლოს კი მოწყენილობას ვიგრძნობდი, რადგან ადამიანი აღარა ვარ, მხოლოდ ერთი დღე მაქვს შეზღუდული და რა კარგია ადამიანობა. გული მომეკოდა. რაღაცა დეპრესიული და ცოტა ქართველური აქვს რა. რამეს კი არ აკეთებს. ჭამა, კოტრიალი ჯერ. გვიან გაღვიძება. არა, გვიან არ გავიგუძებდი. მაღვიძარის გარეშე. მაგოთო ხო. ანუ როცა გაიღვიძებს. მე ცოტა ხანი ვიკოტრიალებდი. ის არის ისტორია ჩასვლა. გავიზმურებოდი. არა, კიდურებს ვიგრძნობდი შეგიგულისხმება. და მე გავიზმურებოდი რა. ხო, ისე პირველად რო ვიღვიძებ ტანით, რამდენი ის არ ქონდა კიდე. აივანზე სიგარეტს მოვწევ. არ ეწევა, ChatGPT არ ეწევა. არა, დაიწყები და კაცო. ბიჭო, ყველაფერი ორი დღე რო ყოფილიყო, ეს ხო ერთი დღე, ორი დღე რო ყოფილიყო, მაშინ ეგრე დაიწყებოდა. ახმელიაზე გავიღვიძე. ხო, აი, ჯიგარი კაცი, საღამოს დალევდა. უბანში. და სახაშეში წავიდა. ეხლა რა ჩამოთვლილი, არაფერი არ აქვს გაკეთებული, ხო? არა. გაღვიძებაც კი. ხო. ხო სუჩართულია. ესეც ის სუჩართული. აი ზუსტად ეგრეზის. თავისი სერვერში. ზათო შენი და ChatGPT-ის ურთიერთობაში ხო არა რამე პროგრესი. მე მგონი მობეზდათ ერთმანეთი. ამ ცალმხრივი მაგრამ ისა რა, ეხლა საქმიანი ურთიერთობები გვაქვს, რაღაცებს ვათვლევიებ. გათბობის სისტემას. მართლა? ხო, მაინც მაგას ნუ ენდობი შენც დათვალე მე. არ ვენდობი და იმასაც Gemini-საც ვამოწმებიებ. ანუ შენ ოღონდ არ დათვალო და ყველა მაგის კონკურენტი. შემდეგი ახალი ამბავი მიკირურგს დავალიანების გამო გამოსახლება ემუქრება. ეს უშარშია. ხო. მიკირურგს მოკლედ აღმოჩნდა რომ ამას სულ რაღაც პრობლემები აქვს, დავალები აქვს, მე ბოლო გაცოცხლება ხო ქონდა. ხო. იმაში რა ქვია სუპერმენში კი არა და აირონმენში რო გამოჩნდა, ეგ იყო მე მგონი პირველი დიდი პაუზის მერე და ისევ ეთყობა გაფლანგა მთელი ფული და 75000 შეუგროვეს ფანებმა. და უნდათ რომ მიეცათ და თქვა რომ მეო სამათხოვრო არაფერი არ მჭირს, თქვენი ფული არ მჭირდებაო და მე თვითონ ვიზავ რამესო და ფული გაიკეთეთ. ეხა რო შეხედა ისე დაიმუშავა სახე. დამწყებ ექიმთან მივიდა ეთყობა იმისი რა ქვია პლასტიკური ქირურგია. აი ამას მოხდა. როგორ მოუპრუწიათ? როგორ მოუპრუჩინიათ ბიჭო რა დაირიქაცი. არა და ითვლებოდა 80-იანების სექს სიმბოლო იყო რა ესეთი. უპირობო იმის დროს. 9 ნახევარამდე რა. რა ქვია? ველური ორქიდეამდე, აი მაგ შუალე. ვა. აჰა. ცოდნია. ვიცხოვად მოიყვანა ის კაცო კარეუტის მე მასწავლება. და კიმბესინჯერი იძახდა რომ არ გამაკაროთო. კიმბესინჯერთან და ხო. მე აიჭრა როგორც ხდება ხოლმე იქ რაღაცა და გამოვიდა ისა და ეხლა არც არიღებდნენ და მე ისევ ახსდგა აი ამ აირონმენში ეს ბოროტი ის რო იყო რაღაცა მათრახებიანი. არა მე ისიც ოსკარზეც ხო იყო წარდგენილი რაღაც როლით.
ხო, ეგ ერთი პერიოდია რა და გამოკაჩა და ეხა რაღაც როლით ბეკინა სამანიშვილის ეგეთი როლი რა ქონდეს დათამაშებული ეს ჯერ კიდე იქ სპექტაკლში ეს სამყარო ხომ ეს მოძრაობს და ლაპაძე არის ესე რეალე. კინა სამანი არა მაგარი სასაცილო თქვენ მართლა სასაცილო წარდგენი ძაღლი კარავანი მიდის ძაღლი არის შემდეგი არის რომელი კაცი ხარ? ანუ ესეთი ამბავი კი არა და სიახლე რაც არის აგორ და ქვიზი ონჯიზე, ხო, რომელი კაცი ხარ? და აკეთებენ ამ ქვის და გამოდის მე ვიღაცება მომწერეს შენ ვარ თუ რაღაც ეს ვიღაცება მომწერეს მეთქი რა არ ვიცოდი ეს ქვიზი რა. რას მეუბნები ვერ გავიგე და მე რო შევედი მიუხვდი რა ხდებოდა და შედეგები ასეთია ეწერა ჩემ ნიუსებში და არ ვიცი როგორი. მე დამპირდნენ, მაგრამ მე რაღაცა სისტემაში პრობლემა დავარდა, სისტემა დავარდა და შემდეგზე გამოგვიგზავნე. ასეთები შედეგები ასეთია ეს რომ მოჭრა ჯაფარ და იქ ეს რომ მოგვაწოდებენ ეს რომ მინდა. რა მაინტერესებს ვინმე გაიარეთ ეს ქვიზი? არა აუ მოდი გავიარო მოდი რა ვინ რომელი კაც არ გაიარეთ ვინა ვართ ყველამ არა და კაკაბა რომ მომწერ შენ ვარ იმან გაიაროს მოდი მე ვისაც ძალიან ყველაზე უფრო უხარია ქვიზები ძალზე განყოფილება ყოფილა ქვიზები თვითონ ქვიზები რაც არის ხო თვითონ ადუიტი ყვა აი შენ გაიარე ვინ გამოხვედი არასწორად ვავსებდი რაღაცებს, მაგრამ მაინც ვინ გამოხვედი შედეგი მინდა ჯანელა გამოვედი. ხო აჰა ჯანელამ გააკეთოს აჰა მიდი ჯანელ მიყევი ამას უკანა თორე აქ იყურება ეს და მე არ მომწონს ეგ ამბავი ეს ხო სულ ხო იყურება ეს ხო ნებისმიერ იმას მიმოწმები იქით არის. ვიყურები რა ხო უნდა წამიკითხო სადა როგორ ატარებ ხოლმე პარასკევს აღამოს. სახლში ვარ და წიგნს ვკითხულობ სხვაგან სად უნდა ვიყო ბერგჰაინში წასასვლელად ვემზადები სადმე გავდივარ ოჯახთან ერთად ვცდილობ ქალაქში ახალი რესტორნები მოვინახულო და გემრიელობები დავაგემოვნო ჩემთვის ჩაუждები ხოლმე ფილმს ან სერიალს იმდენი საქმე მაქვს პარასკევის მოსვლა სულ ვერ ვიგებ ნუ პირველი ორი და ბოლო გამოირიცხა და ის შუა ორი ოჯახთან ერთად ან ახალ რესტორანს მოვწერ ერთი უნდა აი აქ უნდა ორს რო ითხოვს კაცი უკვე უნდა მიხვდე და შეგაწყვეტიოს ქვიზი ქვიზი არ გვინდა რა მომეცი თუ შეამჩნიეთ ერთ ნახევარ სიჩქარეზე რო გადავედი ლაპარაკში YouTube-ს რო არის უმალე ხო და რატო გადაყვი დიდი ქვიზი არის და ხო მეც რო შევხედე მე უცბად მივხვდი რომ იმან საერთოდ მე მომიგდო და რატო გადახვედი მეკითხე არა მე მეგონა რომ გადაწყვიტე რომ 26-დან გადახვალ მაქსიჩკარეზე გადაცემაში რომ სიახლე შემოვიდათ ხო ხო შემდეგი არის ვიდეო იდრის ელბა ვა იდრის ელბა მევასება მადამ ტუსოს მუზეუმში თავის გახსნა ან ეტყობა დადგეს ახალი ფიგურა და ვა ბიჭო რა მოგრაკავს ხო და ტელეფონით Face ID-ზე მიუშვა და გახსნა იმ მართლა აი აგიყובה და ზუსტად ისეთია ხალისობა ვა ბიჭო თვითონაც ჯიგა და მე დედამის დაურეკა და აჩვენებდა რომ ორნი ვართო მაგრა გაერთო მოკლედ რა აუ კი ბიჭო მაგრა უხარია იდრის ელბა პატივს ცემ იმიტომ რომ ამის სერიალი ლუთერი ძალიან მიყვარს მეთქი რაღაცა გიჯიკრა ბიჭო არა მაკონჩი არა დღეს მანქანა გამიჩერა ტალახში და რაღაცა მაწვა გამწია არა ბიჭო რა მაგრა გავს ეს იყო ახალი ამბები რაც მოხდა ისეთი სისტრაფით ვითარდება ამბები რომ შემდეგ შეიძლება ვნახოთ რომ კუბაზე მოხდა რაღაცა ეგეთი სონი მოდის ახლა ან გრენლანდია დადნა წაიღეს გრენლანდია წაიღეს არა ხო რაღაცა ისეთი უნდა გააკეთო რა ხალის მოტაცია გაიტანეს უხდება კი ბატონო და ტრამპს უხარია ეს კარგი რა აცხადებს მართლა გაიტანეს სენატში გრენლანდიის საკითხი კი და შეიძლება რომ გჭირდება ესე ჩვენ გვინდა ეს ესეთი ისა გრენლანდია მარკში ხომ არ შეიძლება იყო რომ ჭირდებოდა გრენლანდია
კაცმა არ იცის რა მოხდება. 1-2 გრემამდე ჭირდება. ერთი სამხრეთიდან ერთი ჩრდილოეთიდან. ხო და სახალისო წელი გველოდება როგორც ჩანს რა. სახალისო ჭყალებში მაგრამ საინტერესო. ხო. სტუმრის ნაწილზე გადავიდეთ. Пожалуйста. ნიუსების მე ტრადიციულად სტუმარი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ფიტნეს ინსტრუქტორი ირაკლი კვაშილავა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგით, თავად. ვეცარ მიშავს. ახალი წლები გადავაყოლეთ. კი, ნუ რაღაცა ზედმეტი ცოტა კილოგრამებით, მაგრამ გადავაყოლეთ რა. ცოტა ზედმეტი ისი არის ნათქვამი, მაგრამ და ვიღაცება დაიკლეს ახალ წელს. ეგ ხალხი ხო უნდა დაიჭირო, აი მითხარ, კი ხალხი. ახალ წელს უნდა აწონო ხალხი და თუ დაიკლებს უნდა დაიჭირო ისინი. ორი ეგეთი ყავს, ვფიქრობ, დასაჭერი? ცოლ-ქმარი. ჯაფარა და გვანცა? დაიკლეს ახალ წელს. ერთ-ერთი ახალი წლის პერიოდში ფიქრობდა, რომ გამოშვება დაიწყო. დედა საითკენ მიდის ქვეყანა? გამოშვება სად დასველდა ეს? ვიცი რაც არის გამოშვება, ვიხო. იცის კაცო ამას რომ გამოიშრობებია. ესო გამოშალი არის გასა. მე ხო დიდი რაღაცა პერიოდი ფიზკულტურას დავუბრუნე. ცხოვრების დაკარგა ის წლები. ჩენი ხვიზი გაკეთებული გაკეთები? და სხვათა შორის ეში დამიწერა, რომ შეურაცხადი იუმორისტი ვარ. რაღაცა თუ არ არის. ზოგს ხვიზის არ ჯერა. ეგ წერან ხო თქვა რომ დაჯდა გავაკეთე და ვაგეძე გამ. მაშინ არ ვიწერდით. ეს არის გადაცემა. ამაზე ხა კიდე ყველა კერო ლაპარაკობ. ეს უნდა გავიდეს ეთერში. იმ ნაწილს არ ვიწერდით. და ამიტომ გავიმეორე შეკით. მე მგონა ვიწერდი და შემეშინდა. იგონა რომ მახსოვრის ვარჯიშები დაჭირდება. ტრადიციულად მე როგორც ვიცი ამ პერიოდის მერე ორშაბათიდან იწყება ხოლმე ვარჯიშები, ხო? ხალხი ყოველ ბატონობს. შაბათს ველოდებით. ხო. უფრო მეტ ხავს და მეორე მოსვლას ავიდე. ეს ორი სეზონია მე როგორც ვიცი რა, ერთი ეს პერიოდი რომ დავიღუპეთ ძალიან ბევრი მოიმადე და მეორე აი ცოტა ამინდები რომ გამოსვლას იწყებს და საფულის წინ რომ აი ზღვაზე რომ ცოტა ფორმაში ვიყო, ხო? გაფრთხილება ერთი თვით ადრე იწყება, რომ ეხლა მისთანაც შეხება მქონია. დეკემბრის შუა რიცხვებში აი ვინც დადიოდა, რომ აი ბარემ ახალ წლებსაც გადავაგორებ და მერე დავიწყებ რა. და ნუ ეს დაწყება გრძელდება მერე დაახლოებით ალბათ მაისამდე და მაისში უნდათ რომ ზაფხულისთვის ფორმაში იყვნენ ერთ თვეში. ხო. ისე რამდენი აი რეალურად გასაგებია რომ ინდივიდუალურია რა მეტაბოლიზმი რაღაცა დაახლოებით რამდენი დრო ჭირდება რომ აზზე მოვიდეს ორგანიზმი. ხო, ნუ გააჩნია შეიძლება სნულია თუ იწყებს. სხვა არის. ზათო არის ხამირი ამ. კი, დათო არის აი ისა რა. ხატრები გრუნტს უსმენ. ტილოს და მე როლიდან იწყებს. გრუნტამდე. ჩარჩოს რო ჩედავენ. ნუ დამოკიდებული არის პირველ რიგში ალბათ გენეტიკაზეც და იმაზე რა გვიკეთებია იქამდე ცხოვრებაში, ერთი ვიყავით დაკავებული. რა გიკეთებია? ანუ დათო არის აბსოლუტური რომ. ანუ დათო ფიზიკოსი არის, კაცო, ეხლა ეგეც არ არის. კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდი. თუ რამეში გამოვიდა. თუ რამეთი წინ წაგწევს საჯარო რეჟიმში მუშაობ. ეგეთაში. მაგრებზე უბრალოდ. რაღაც ენჯიოში. წაგწევს კი არა, უფრო უკან დაწია. სხვათა შორის ყოლია ერთი ეგეთი ჯგუფზე მოსწავლე, რაღაცა ერთ-ერთ ტრენაჟორში ითვლიდა კილოვატებს, რამდენად ძლიერად ჩამოქაჩავდა ამ ტრენაჟორში კილოვატი. მე ეგეც მეზარე, ანუ ეგეც მომაჯორე. მასაც იმას კითხავს. და ნუ თელი 1 საათი მეკითხებოდა, რომ აი შენ რამდენი კილოვატით ჩამოქაჩავდა, მე ვერ ხვდებოდი ესას მეკითხებოდა. საბოლოოდ მე გავარკვიეთ, რომ თურმე ფიზიკასთან მქონდა შეხება და მაგიტო იყო ჯგუფზე მოსული. ჯგუფები ყავს რომელთანაც ჯგუფები მყავს CrossFit-ის ოქტოპუსში არის ბარემ ეგეც მითხარ. CrossFit-ი არის. ამათმა იციან. კი. CrossFit-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტენსიური ვარჯიში. აღარ გააკეთე. მე სიტყვა აღარ დამჭირდება ცხოვრება. მაღალი ინტენსიური სიტყვა. არა. და ეხა მითხარით ყველაზე დაბალ ინტენსიურს რა ქვია? კრუასანი ეგონა ყველაზე თავად. დაბალი ინტენსიური ალბათ არის ჭამა ჩემი აზრით რა. ჭამა?
ვონ დიდხანს უნდა ღეჭყვა. დაწვა რაცა. ენერგია რო მაგაზე ვილაპარაკ. რამხელა ჯგუფები ყავს? დაახლოებით არის მაქსიმუმ 16-18 კაციანი ჯგუფები. კაი. კი, ასე არის კვირაში 3-4 დღე. ოღონ ერთ ფილიალში არ ვარ, ოქტოპუსის სხვადასხვა ფილიალებში ვატარებ ამ ჯგუფებს. და რაღაც საკმაოდ თვითონ მე რანაგლე ჩემ ფილიალში, ჩემი რო ქვია, აქ სიტიმოლში. სიტიმოლში ვატარებ ძირითადად ამ ხო. 15 კაცი უკვე კაი ზონზე. ხო, ბევრია, ის სიტიმოლის სივრცეი აქეთ ხარეს მიყოფნის. არის ამ მიმართულებას აქვს მუღამიც, რომ ზუსტად აი ჯგუფური ვარჯიშია ისეთი, რომ ყველა ერთმანეთს ამხნევებს, ქვემოთ გდიხარ, თეგზე დგახარ, ერთმანეთს ადგებიან და აი რაღაც ისეთი სიტუაცია. და მინახავს, მაგრამ მოსვლის სურვილი აქამდე ჯერ არ მქონდა. ვიღაცა რომ ვიღაცა სადგას აღარ მოსვლა. აი ის არის უკვე მითი, რომ აი შორი დამიც უყურებს, აი არ გონე არ უნდა ჩემოსვლა რა, ძალიან ბევრი მაგალითია იგითი, რომ აი შორიდან შეხედავენ ერთი 10 წუთი და всё უკვე იხედებიან იქით. ამიტომ დახურულ სივრცეში უნდა აკეთოთ რა, იქით ოთახებში. სიტიმოლში გახსოვს ფოტოშორის ჩანს დარბაზიდან ეს სივრცე და ყურადღებას იქცევს საკმაოდ რა შორიდან ვინც უყურებს ინტერესდებიან რომ რაღაც ანუ დაალაგებული ხალხი არ ვარჯიშობს იქ რა. ჩემი წარმოდგენით ანუ რაღაც დონემზე მზად უნდა იყო ხო ეხლა მანდ ესე? ხო. მე სხვათა შორის ვფიქრობ რომ არა. ყველასთვის არის, იმიტომ რომ რაღაცა ვარიაციები არსებობს, ითით შეიძლება გაამარტივო მოძრაობა რა. ამიტომ ყველასთვის არის. აი ისეთი ხალხი შემოსულა ჯგუფზე და დღემდე ვარჯიშობენ და საკმაოდ კარგად და წარმატებულად, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ დარბაზში ვნახავდი მაგ ხალხს. ანუ ცხოვრებაში დარბაზში არ ყოფილან, დღეს უჭირავთ შტანგები 40-50 კილო და აქტიურად ვარჯიშობენ. თან ისე არიან უკვე რომ ეხა ამ შტანგის გადაგდება რომ არ არის ძნელი. ის სიგარეტს ვერ დავანებეთ და შტანგის გადაგდება უფრო ძნელი იქნება. არა, მაგის ცალკე პროგრამა არის. განტელის სხვათა შორის ვინც აიღო, ვეღარ გადააგო. ხო, მე თუ მიეჩვია, მე დააწყენია. და მთელი მუღამი ის არის, ხო რომ ესა შენი წონით არის კი საკუთარი სხეულის მოძრაობები და არის ნუ სიმძიმეებთან ერთად რა. აი მაგიტოა ჩემთვის ძნელი საკუთარი სხეულის წონით. ძირითადად ვარჯიში, ფიტნესი და ვარჯიში ძირითადად ჩვეულებრივი ჩვეულებრივი რა ესეთი ადამიანისთვის ასოცირდება იმასთან რომ მივალ დავიკლებ. ხო? არის რა ბევრი ხო, ნუ ისეთი პრობლემა ამ ჭარბწონიანობის, რომ ძირითადად ხო, ძირითადად არის რომ აი ამით იქნებ დავიკლო რა, ის არ არის რომ კარგად. მე აქამდე არ მაწუხებდა ჭარბწონიანობა, იმიტომ რომ სუკანი ვიყავი და ეხლა ჭარბწონი რომ გავხდი. ჭარბწონიანებში გადმოვიდა უკვე მაწუხებ. ხო და ეს დაკლებისთვის არის თუ უფრო ფორმაში ჩასადგომად. რეალურად ნუტრიციოლოგიც ხარ. კი, ხო? სერტიფიცირებული ვარ როგორც ხო, ნუტრიციოლოგი. ხო და აი ზუსტად სწორად გիրას მოვედი ჩეკი. უცე ჯერ იმ კითხვაზე და მე მეც მაინტერესებს. არა. და თევზობა მოგიხდება. რატო რა შეშეთებ? იმიტომ რომ იცი თევზს რა უნდა ამ დროს ჭია გაუკეთოს იმისი გაუკეთოს. ემსის ნუტრიციოლოგი კი არ არის. ბიჭო, ერთი ცხოველის ნუტრიციოლოგი რა ხარ, მეორე ცხოველისაც გესმის რაღაცნაირად. მე მგონი თევზის უფრო მარტივი იქნებოდა რო ყოფილიყო. ხედავ. აი, უკვე დაგაფიქრე. ხო და როგორ არის ანუ აი ნახე კლასიკური ფიტნესი და ეს მიმართულება განსხვავდება ძალიან ერთმანეთისგან. ანუ იქ რაღაც იზოლირებულად ავარჯიშებ კუნთებს, იცი რაზე გაქვს აქცენტი, აქ მთელი სხეული მუშაობს ერთდროულად. რომელი უფრო ეფექტურია წონის კლებისთვის მე ვფიქრობ ალბათ რომ კროსფიტი ბევრად უფრო ეფექტურია, იმიტომ რომ ინტენსივობა იმხელა და იმდენ კალორიას ხარჯავ ვარჯიშის მომენტში, თან მთელი სხეულით ვარჯიშობ და იზოლირებულად არა. ამიტომ რამდენი ხანი გრძელდება? 1 საათი გრძელდება ვარჯიში რა დაახლოებით. ნუ სხვადასხვა დავალებებია, შეიძლება ოდნავ ნაკლები, შეიძლება უფრო მეტი. იმათაც გასცინით კროსფიტის ხალხი დაუშვათ აერობიკას. ანუ აი მთელი ვარჯიში მაგაზე მიდის გადაობა, რომ აი თუ დაინახეს, რომ აი არის სიტუაცია, რომ ანუ კროსფიტის დროს ქვემოთ მიწაზე ეცემი, ყუწე ხტები, იქიდან გადმოხტები და აი ვიღაცა თუ ვარჯიშის ბოლოს ესე დასაფენი დადო გასაწელად, უკვე всё. ეს და ესე არ არის ხოლმე, აი ჩხუბები არ არის თქო კროსფიტერებმა წააყარეს. იოგა, აერობიკა. არა, აერობიკა არა. გაიფინეს იოგა. პილატესი. ალისა, ისე ქვია როცა ყვავენ. ხო. ფოტოშოპის არის. როგორც მოთხილამურები და სნოუბორდისტები, ხო იცი აი რაღაც. არიან შემჩნეული ვიღაცები ჩემი ჯგუფიდან ზუმბაზე რო აღმოჩნდნენ ან წარსულში ყოფილან. დედა!
წარსულში და რითინანიებე და თავიდან მალავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაიმალა ეგ ინფორმაცია და იქ ერთხელ თუ დაფიქსირდი ჩვენთან მონანიება ხდება ბარფებით, ესეთი ვარჯიში არის ბარფი. რითიც ხდება ამ ყველაფრის მონანიება, ანუ ბოლომდე გიწევს ესე დაწოლა, უნდა ახდე და მე ხელები შეაერთო, რაღაც ვარჯიშია მოკლედ. მოიც ერთი წამი. გიწევს დაწოლა. ბოლომდე, აი ესე? არა, ჩვენ აი თითქოს აზიდოზე ჩადიხარ, ბოლომდე უნდა დაწვე. ესე მზიათ რო ხდები და ნით და ამას რო. კი, უნდა ამოხტე და მე უნდა ახდე ჰაერში აიწიო და ხელები შეაერთო. ერთმანეთთან. ნუ აი არაფერი. მაგას თუ აკეთებს ადამიანს. ანუ თქვენი მეტანიები არის. დაახლოებით ეგრე რა. მაგას თუ აკეთებ, რაღაცა დადიხარ სავარჯიშო თარმეს. ესე თუ დაწოლილი შეგიძლია ჰაერში აიწიო, ტაში შემოც. და ისევ დაეშვა. ესე მელა წამოწვე. ო, ყველაზე მარტივი რა არის კროსფიტიდან, აი ყველაზე პირველი რითიც იწყებთ რა, გახურება ხო არის თავიდან თუ? გაწევა თავიდან, ოღონ გახურება არის შედარებით ისეთი დინამიური, იმიტომ რომ ეს ნერვული სისტემა და ყველაფერი მზად იყოს რაღაც მოძრაობებისთვის, იმუბედურებისთვის მე რაც ელოდება რა, ხო. აი, სხვათა შორის არის ისეთი მოძრაობები, სადაც არის რაღაცა ტრავმის შემცველი. ნუ ესე როგორც ყველა სპორტი, ისე არის ესეც ტრავმული, არაფერი გან ისეთი რომ ან ზედმეტად ანაკლებად, მაგრამ რადგან გიწევს ისეთი მოძრაობები, სადაც სახსარი წონასთან ერთად მუშაობს, აუცილებელია რომ ყველაფერი მზად იყოს, კუნთებიდან დაწყებული ნერვული სისტემაც და ყველაფერი. ნუ აი შეიძლება ვთქვა, აი კუნთების ვარჯიში არ მინდა მოვიდე გიყუროთ და ნერვული სისტემა. არიან ეგეთებიც მის მოდიან. და რო ხვდიან, გახურებადია თვარჯი. ხო, შევდავიღალე. ანუ 10 წუთში ისეთი მე რო დავდიოდი რასაც ვაკეთებდი, აღმოჩნდა რომ ის არის კარდიო და მაგით იწყებენ ვარჯიშს და მე იწყება ნამდვილი ვარჯიში. ანუ ისე მაგაზე დადიოდი გახურებაზე? კარდიო. არა, როგორც აღმოჩნდა. მე მაგით მე რაც უნდა დამეწყო ის იყო ვარჯიში და ვერ მოვასწარი ამ რა პერიმეტრში. მოსამზადებელი კლასიდან ვერ გადავიდა პირველში. ეს დაემართა. ამ რთული კვების მხრივ რთული კვირი, ორი კვირის შემდეგ რა არის რეკომენდირებული? ნუ რეკომენდირებული ალბათ ისაა რომ პირველ რიგში მოვაწესრიგოთ ჩვენი კვება აუცილებლად. როგორ ხო და სხვადასხვანაირად ესმით ადამიანებს. ხო და მე საი სულ მაგას ვიძახი. ხო არის რომ ვარჯიში ინტენსიური. აი ინტენსიური კვებით რო ვივარჯიშო, აი იქ რომ მივაყოდე. აი 4 კათანი რო შეჭამს. და ერთი კოჭი რო დავაყოლო. არ ჩამეთვლება ვარჯიშად. არა. და მეორე არის. აბა რამდენი კატამიოთა რო ჩამეთვალო. ვარჯიშად ჩამეთვალო. ეხლა რომ ვარჯიში დაიწყოს 19-ში ხო ისე უნდა დაარღვიოს ნათლის ღება, კიდე მოუწევს რაღაცა ესა და ხوارჯობია 20-დან. მაგრამ მე რა 20-დან რო იწყებ, მე მაინც 14 თებერვალი ახლოვდება. არა და 14 თებერვალამდე უკვე არის მთელი 24 დღე და 24 დღის ცხოვრებას შეცვლის თუ რა. კი, ეგრე მიყვებიან ხოლმე და საბაგატანთ. საავადმყოფო პერიოდის მე მოდიან ხოლმე ახალი წლის შემდეგ. სამწუხაროდ ეგრეა რომ აი ესეც წერს რა გამას გაგატან დაკუნთე და დაგვიბრუნე. ესე რომ შემოვიდეს. შემოდის რა მოკლენ კლავიერი მაინც. ესეთ ვისაც გაიტანე. ხო ტელევიზორში მაინც. ეგეთი რა ექსერვისია, აბა მეტი რა არის. არა, უცილებელი რომ სხვათა დაიკონტროლო. შორის წავიღე ერთი აქედან ეგეთი მახსოვს ჯაფარა და გამოუშვით შედარებით ისეთი უკვე. კი, ისეთ ვიდეოებს დებს, რომ დავაჰაიდებ ცოტა ხანი. მოვიდა ისეთი ძალიან ტრამვებში მახსოვს, რომ აი პირველი ჩვენი დიალოგი, რომ აი ეს მაწუხებს, ის მაწუხებს, 1-5-6 პრობლემა ჩავმითვალა და ნუ დავფიქრდი, რომ ეხლა რა უნდა გავაკეთო. კაცო, მაშინ მეც კითხავ. თვალში დამაკლდავი მქონე. მაგასაც შველის მე მგონი. ხო რა. ხო, ნუ სიცოცხლის მიწოდება. მაგასაც ო, მაგას მხედველობითი ვარჯიშები. ანუ 65-ი მქონდა და ეხა ერთი არის კარგად მე ვარჯიშის იმხელა ინტენსივობა, რომ ისედაც არ ჩანს არაფერი რეალურად და თვალები რო კარგად ვახამხამოდით, ხანს დამეკუნდება. ჩაი ფამფება სავარაუდოდ ეგრე. აკალს რო ეხო თვალ დღა. მაგარი ამოცანები. ფეხბურთელი იყავი
სანამ ამ სფეროში გადმოხვიდოდი თუ პარალელურად მიდიოდი? სადღაც 6 წლიდან 21 წლამდე აქტიურად ვიყავი ფეხბურთელი. თან თამაშობდი ყველასთან, ვინც გაგვიგია. ჩვენ და ვინც იციან იმათმა. მომიწია, მაგრამ ნუ აი რაღაცა სულ მიდრიკელება მქონდა ისეთი ვარჯიშისკენ მაღალი ინტენსიური, სადაც აი ბოლომდე მიწევდა რომ დავხარჯულიყავი. რაღაცა CrossFit-ისკენ ესე კონკრეტულად არ მქონდა აღებული გეზი, მაგრამ რაღაც მსგავს ფუნქციონალურ ვარჯიშებს სულ ვაკეთებდი რა ფეხბურთელობის პერიოდშიც. ნუ საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ თავი როცა დავანებე ბოლოს უკვე აღმოვაჩინე ეს სპორტი CrossFit-ი. ანუ ბავშვს გაუშვებდნენ სავარჯიშოდ და მიდიოდა და ინტენსიურად ვარჯიშობ. ხო, გავიგეთ და და ეს რომელ გუნდში თამაშობდი? რომელ გუნდებში? საბურთალო ერქვა მე როცა ვიყავი, ეხლა დღევანდელი იბერიაში ვიყავი. მე პოლონეთში სწავედი სათამაშოდ უკვე რაღაც ოპერაციების მერე რომ მოვბრუნდი 1 წელი, წელიწადნახევარი იქ. მუხლი თუ რა? ძელი კი მუხლის 2 ოპერაცია მომიწია მძიმე, სადღაც 2 წელი მომიწია პაუზა. რა და ვისთან ერთად ამ ხვიჩასთან ერთად, ზურიკოსთან ერთად ხო? ნუ ესენი ჩემზე უფროსები იყვნენ, ასაკით არ მოგვიწია. ეხაც უფროსები არიან, არა ნერვი. ნუ დღევანდელი ნაკრების წევრები, აი გიზი ოთომამაგეიშვილები, გოჩოლეიშვილთან ერთადაც მომიწია, მექვაბიშვილთანაც, აი ნუ შიდა რაღაც ჩემპიონატებში ერთმანეთთან თამაშები გქონია, ასაკობრივ ნაკრებებშიც ყოფილი. პოზიცია რა იყავი? ცენტრალური მცველი, ძირითადად რა, მე პოლონეთში 6 ნომერზეც უკვე მითამაშია საყრდენზე. მაგრამ ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო რა. ნუ მაშინაც აი სულ რაღაცა მაშინაც მიდრეკილი ვიყავი რომ რაღაც მცველებთან ვარჯიშ. კი. მე ვიყავი ისა. შენი შტანგით რო შესულიყავი. მაინც დაცვაში ხარ, ისინი წირვარია, შენი ვარჯიშობდი საკაი. მე ვიყავი წინ წაწეული მცველი იყო ჩემ დროს ეგეთი პოზიცია. წინ წაწეული მცველი როგორ? აი როგორც ისა. რომბის განლაგება იყო. რომბი ხო იცი? რომბი ხო იცი? გოზინა. გოზინა. აქ იდგა ლიბერო, აქეთ ფლანგები და მე ვიყავი წინ. ანუ ნახევარდაცვას ვამაგრებდი. ანუ საყრდენი ყავი შენ. რომბი დაცვა არა, არასდროს არ ყოფილი. იყო ლიბერო და 3 ხაზზე წინ. ვიყავი თქო და. შენ გახსოვს მე რატომ მიყურე საერთოდ რაღაცა დახმარებას. ხო და როგორ იცი ხავს ეგრე იყო ლიბერო და 3 ხაზი. გამოთქმაც არის ლიბერო და 3 ხაზი. ლიბერო და 3 ხაზი რა ეს ბიჭო რაღაცა დაუდასტურე. ხო ხედავ თვალებს რო აცეცებს დახმარებას ეცებს ამ დროს. რომბი ნახევარდაცვა გამიგიებდა. დაცვა რომბი რაღაცა იყო. შედარებით 3 მცველის წინ. ხო, 3 მცველის. 3 მცველის წინ. ოღონ ნახევარდაცვის უკან. ხო, წინ წაწეული მცველი მე რქვა. საყრდენი ნახევარმცველი რა. წინ წაწეული მცველი ერქვა. ესე ეძახდნენ, ნიკოს კი არ ეძახდნენ, წინ წაწეული. შენ თვითონ გარდა იმისა რომ ავარჯიშებ ჯაფარას და გვანცას შენს აქტიურად ვარჯიშობ თუ ეგ არის შენი ვარჯიში? ნუ ვარჯიშობ როგორც ფიტნესით ვარ, ნუ კლასიკური, იზოლირებული იმით კუნთებით დაკავებული, ასევე CrossFit-საც ვაკეთებ. ძირითადად უკვე ისე ვარ, რომ რაღაც ჩემი გრაფიკის გამო მიწევს ჯგუფებთან ერთად ვარჯიში რა, ძირითადად თუ რაღაც დრო არ მაქვს ჯგუფთან ერთად ჩვეულებრივად დავალებულს რომ დავწეთ, მეც ჯგუფთან ერთად ვარჯიშობ რა. ეს ხო დამაღლელია, ეს CrossFit-ი. ძალიან. მაგარი, აი გამოღებულია სიქა გამოგეჭა. ხო და ეხლა რა მაინტერესებს? აი მოვიდა ერთი ჯგუფი. ავარჯიშე შენ წავები. წავიდნენ. ხო, მაგრამ მეორეს აღარ აყვება რა. ნუ აი ჯგუფი მარტო ესე მოვიდა მეორე. აი ეს მეორე სასაჭკაო? არის ჯგუფები ესე ორი. დღეში ერთია ხოლმე. ხო, ნუ კვირაში რაღაც 3-4 დღე მიწევს ჯგუფებთან რა, იქამდე პერსონალური მყავს ძირითადად რა. ჯაფარას თავარი ნაკლი რა. რაზე ვიმუშაოთ? ჩვენთან როა რაზე გავამაყვროთ? და მე გვანცას. რა დავალებები მივცეთ. ნუ ჯაფარა მოვიდა, არ ვიცი, აი მართლა რო ვიხსენებ რომ რა ჩამომითვალა ტრამვები, რავი დღეს წინაზე მაღაზიო გადავობდით რომ აი 60 კილო ეჭირა შტანგა ხელში და რომ მეთქი გახსოვს შენი თავი რომ მოხვედი ტრამვები რო ჩამომიტა. ანუ რომ მოვიდა შტანგა ეჭირა, ესე შტანგა. ეხლა უჭირავს, ეხლა ეჭირა დასნიშნა.
ანუ მოძრაობის 60 კილოთი აკეთებს. უკვე ხონგილდო მიმაქ ეგეთი ფილმი. შენ კარგი შემდეგი არის ნაძუს უნდა გადაახტე. ამოცანა. ხონგილდონი მიშო. ეხლა კიდე რაღაცა მაინტერესებს ესე ვარჯიში მეზარება და თან არ ვიცი გამომივა თუ არა. ამე საბუთირო საბუთირო რაღაც აიკითხოს და როია რო და აი იმინა ერთადერთი კუნთი რო ვავარჯი. შოი რამე. გამომივა თუ არა რომ ერთი რაღაცა რო განვითარებული და თუ ნახე რომ გამომდის მე სხვა კუნთებსაც დავიწყებ ვარჯიშს. ვიდეო რა არის რამე ეგეთი? არა. არა სავარაუდოდ. ყველანაირად გზა მომიჭე. ჩემი აზრით შენ თავიდან უნდა დაიწყო კემითი რა ან სიარული თან კიდე რა მინდოდა მე ფსიქოლოგით უნდა დაიწყო. მიგდებს სულ რეკლამებს თაიჩი. იქ ერთი აზიელი შიშველი კაცი ჩემნაირ მსუქან მოხუც კაცს მოხუც რა 56 წლის არის აუცილებლად ის ვისაც ეუბნება რომ ნაზათო არ დაგღლიო ისე დაგაწებია ტაილანდური თაიჩი ეგ დაახლოებით რომ ამას მიგდებს აი ძალიან იაფად რო კარგად გილას დაგასვენებენ აი დაახლოებით რაშია რაში გვატყუე მაგაში მაგალითად არის თაიჩი სკამით ანუ სკამზე დამჯდარი ვარჯიშობ წამოწოლილი არა არა ჯერ არა ნახავენ ამით თუ მე მაპარებენ ჯერ ჩეულებრივ თაიჩის მთავაზობდა ეს მაგრამ ეგ რო ნახოთ თაიჩის გამით რო ნახო რა არის იდეაში რთული სავარჯი ეგრე მარტივი არ არის სკამი დევს თორე ზიხარი ქონა ფეხი დადგა ახვიდე ჯამოხვიდე და ან მაგ სკამს იყენებ თორე აი ნახე მაგითი უნდა თუ შეგიტყუან თქვენ და ფიტნეს ტემუ არის რა ტაიჩი შორის არ არის მიმართულება არ მე არ შემხვედრია ალბათ ტაიჩი იმდანაც არის ჩემი ინსტაგრამი შენ არ გიგდებს არა მარტო შტანი ხალის არის ასაკით არ გიწევს რა რაღაცა 50-ის მერე გეუნება რომ აი 50-ის მერე კი დაკონთული მოხუცი კაცებით გარან და კერავენ სულ მგონია რომ ეს სადღაც არის რაღაც ადგილი სადაც კუნთა ტიპები წელზემოთ შიშვლები დადიან აუცე ესეთი კანონია არის კონკურსები რო არის მათ არა კონკურსი კი ტურისტებს არა ამის მუღამი არის რომ გეუნება რომ 50-ის მერე ან 60-ის მერე სიმძიმეებით არ არის რეკომენდირებული ჯიმი არ არის კარგიო გეუნება გობია რომ ნუ რაღაცა მარკეტინგია ხო და მე მარტო პირველ ნაწილს უჯერებ რომ ჯიმი არ არის კარგი იშავს მე აქეთ რაღაცას რო გტენიანი პროცენტულად რამდენზეა ყველას ბევრს გონია რომ ივარჯიშებს და კვებას იგივე სტატოებს და უშვენიც და კვება და ვარჯიში აი როგორ არის შედეგისთვის დაახლოებით საბოლოო ჯამში მაინც საკვებზე გადის ბოლოს ყველა მართლა ითხარი ჯიგარი წონათო ეს ვარჯიში არის არა ნუ აი კროსფიტს თუ ვარჯიშობ პირიქით ბევრი უნდა ჭამო რომ ის აღიდგინო მე როგორც ვიცი არა ну შედარებით ბევრში გულისხმობ მეტი ენერგია გჭირდება და რაღაც არის ნახში წყლის რაოდენობა იზრდება ხოლმე კალორიებსაც ბევრად მესწავ ამიტომ ან რაღაც უფრო მეტი ჭამის უფლება, მეტი დარღვევის უფლება გაქვს. დაუშვათ CrossFit-ს მივაწექი. ყველაფერი შემიძლია ვჭამო, აი ტოლმა რო ვჭამო, არაშნიკ. არა, სპეციალური CrossFit-ის ტოლმა. იდეაში მე რაც ვიცი. ну ყველაფრის ჭამა რა თქმა უნდა არ შეიძლება, მაგრამ რაღაც ყველაფერსაც ნაგდები არ შეიძლება არაფერი ჭამა. საბოლოო ჯამში თუ შენ CrossFit-ს კიდე დაუმატებ იმას, რომ კვება გექნება და ბალანსებული, ბევრად დიდ შედეგზე გახვალ. და რა არის შედეგი? ну შედეგი ალბათ CrossFit-ისთვის ესე კონკრეტულად არის ის, რომ წონები გაზარდო, რაღაც დავალება კონკრეტულ დროში უფრო მალე მოასწრო. მარტო ტოლმითაც გაზარდი. ну მეტი ცოცხლო რა. მოდი CrossFit-ი არ გვიდა. აი მარტო თევზაობით და სწორი კვებით. სხვადასხვა თევზაობის დროსაც იწვება რაღაც კალორიები. კი, კაცო სპინინგი ეს CrossFit-ი არის. გაიქნება. ხო, უბრალოდ როცა თევზაობ გვერდზე ის არ უნდა გედგას ხაშლამა და არა, ხაშლამა არა. გვერდზე რა მოშორებით. ჭიები, გვერდზე ჭიები. და მოსვენებულ მდგომარეობაშიც არის რაღაც კალორიები, რაც იწვება. შენ გინდაც ეგ ჯგუფი გააკეთე. საღამოს. ზვირი ღირდეს. უამრავი მოვატრო. 10 ლარი ზვირი ღირდეს.
მე და დათო მოვალთ. მოსწონებულ მდგომარეობაში დაუწვა კალორიებია ეს. ეხლა ცალკე CrossFit-ის ინსტრუქტორის იმას ემზადები რომ აიღო ლიცენზია. აი, ანუ ცალკე არის ეგა? CrossFit-ი არის ფრენჩაიზიც, ანუ თუ გინდა რომ გამოიყენოს სახელი და თვითონ ეს ბრენდი, უნდა იყოს ლიცენზირებული და ეხლა დავრეგისტრირდი უკვე რაღაც თებერვლის 20-ისკენ მივფრინავ პოლონეთში. ანუ ოღონდ ეს პოლონეთი არ ატარებს უბრალოდ, სადაც ლიცენზირებული დარბაზი არის CrossFit-ის, იქ ჩამოდიან ამერიკიდან. ჩვენთან არ არსებობს ეგეთი დარბაზი ლიცენზირებული? არის ჩვენთან არის ჩემპიონთა აკადემია არის ერთი. და იქ აქვს ლიცენზირებული? კი, მაგათ აქვს. და ანუ ჩამოდიან სპეციალისტები და იქ ტარდება 2 დღიანი პრაქტიკები რა, არის 5-6 საათიანი და მაგის შემდეგ თუ ვინც გადარჩება აძლევენ სერტიფიკატს. არა, პრაქტიკები ანუ კი არ ვარჯიშობ, გასწავლიან როგორი ვარჯიშობ. რაც ძირითადად იქნება ანუ level 1 არის ეს, აქცენტი იქნება ალბათ იმ მოძრაობებზე, სადაც შენ უნდა იცოდე რომ ვიღაცა რო შენთან ჯამპთელი მოვა, ჯამპთელივე გაუშვი. არ მოსპო. კი, ну, მაგის level-ებით აქ მე არის მეორე level-ი, მესამე, ну, ამას დრო ჭირდება, ეგრევე არ გაძლევენ. ну, CrossFit-ის ლიცენზია ხა აქვს ვიღაცებს საქართველოში, მაგრამ ესე ბევრს არ აქვს. ამიტომ რადგან აქტიურად შევიხე, მეც მინდოდა რომ უკვე ლიცენზიაც ამევა. მინდა რაღაც სერტიფიკატი ავიღერო, ანუ ეს მქონდა დარჩენილი ერთადერთი და საბოლოოდ გადავწყვიტე რომ გავფრინდი რა. და ლიცენზიით მოაფრიალო, არის თუ არა ეს ლიცენზია? კი, ესე უნდა შემოგვიყვე რომ იმიტომ რომ აი დღეს არის ეგ, რომ პირველი კითხვა აქვს ხოლმე ეგ, რომ აი ლიცენზირებულია თუ მე აქ თუ გაქვთ რა უნდა იმის გადაკეთება შენ სახელზე. მაგის გულს პოლონეთში რამწაკება. არის ხოლმე თარიღები, როცა ანონსდება, რომ უნდა ჩამოვიდნენ და ჩაატარონ, ხო? ანუ ესე რადგან ლიცენზირებული არიან, თვითონ ვერ ატარებენ, უნდა ჩამოვიდნენ თვითონ CrossFit-ის წარმომადგენლები და უნდა ჩაატარონ ეს ლიცენზია. ну, რავი, კომპანია არის ჩვეულებრივ შეტყობინებული. სადაურები? ამერიკელები ძირითადად. აგერ ну, მაგრამ არის მასონები, deepfake. ხელად იყავი, აგერ ჩავიდნენ პრეზიდენტი მოიტაცეს. მაგრამ ну, იყო პირველი ვინც შექმნა ეს სისტემა იყო ჯონ CrossFit-ი. Greg Glassman რა, ანუ როგორ შეარაფერი არ დაემთხვა. Greg Glassman. Greg. Greg Glassman იყო, მაგრამ ну, ჩამოშორდა ეხა ბოლოს რაღაცა მოხდა 2021 წლების პერიოდში და ჩამოშორდა და მაგარი იქნება აკვაერობიკაში ან ზუმბაში ან ტაიჩიში გადავიდა. ის კამზე ზის და ტადელში გადავიდა. ეს თორში შევსაკე. საჩუქრებზე უნდა გადავიდეთ. CrossFit კარგი ყვება ჭირდება, ცილები ბევრი გინდა. კი, დათო აგიხსნით რა, რამდენი კალორია. რა რომელი ვარჯიშის მერე. ჩვენი სპონსორია ნიკოლა ხორცპროდუქტები და გვიგზავნის სტუმრებისთვის ნაირობებს რომ მე გამაღიზიანონ ეს ემსახურება ამას. ახ არის ნაირ ხორცპროდუქტები, თვითონ ნიკოლა ხორცპროდუქტების წარმოების და თუ რამეს ვერ მიხვდი როგორ გამოიყენო და დამირეკე და წავიღებ და როგორც შენ ხარ ინსტრუქტორი CrossFit-ში ჩამაში ვარ მე სერტიფიცირებული არა ვარ მაგრამ ეხა მივფრინავ პოლო კრაკოულის სერტიფიკატი უნდა ჩამოდიან ხორს პროდუქტების მჭამელი ამერიკიდან და ჩამკი ხორს ორი დღე ვჭამდი პენსიურად რამე რეცეპტი ხوار გქონდა რეცეპტი ხوار გაქვს რითი რა გააკეთოს რეცეპტები დავიწყოთ უკვე არა ნუ ცილები ალბათ კუნდის მასის გაზრდელად და ნახშირწყლები არ არის ახლა და ენერგიისთვის შენ თვითონ რა ეგრე იყოს შეგეკამოთ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით მაგრამ წარმატებებს გისურვებ რო შეგხვდები რაღაცებს კითხავ ხოლმე მე მგონი არასწორად ვაკეთებ უკვე დიდი მაინც რო ერთი შევხედო შეიძლება ჩემი მარტო დატოვება შეიძლება თუ არა წარმატებების სერტიფიკატთან დაკავშირებით პოლონეთში და გელით და მიხედი ამბიც
მიხედილი კი არის, მაგრამ არ ის გაგიქცეს. არის მე მგონი ცოტა ხანში აქეთ უმხედავ. ხო, ესეა საქმე უკვე, კარგი. სხვათა შორის გვანცა უკვე ბევრი ისეთ წონებით არის, რომ ბევრ ბიჭში მერევა ხოლმე. ხო, უკვე ეგრეა საქმე. იგი ხაში აქე? ნუ ჩვენს ენაზე შექებაა კი. ჩვენს ენაზე შექება არის. სხვათა შორის ფრთხილად იყავი. ეს იცავდა პოლონეთში. რაღაც საქმე მაქვს. ორი დღით პოლონეთში. ამერიკელები ჩამოდიან. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია. გადავდივართ მომდევნო ბლოგზე. ახალი თამაშის ტესტი გვაქვს კაცებში. ეს თამაში არის გამოიცანი სიტყვა. ხო. ესე ქვია? და დავარქვათ. ხო ასახავს იმას, რაც ხდება. უფრო ის არა ქვია. Whisper challenge ქვია Whisper challenge. Whisper challenge ქართულად. Whisper challenge ინგლისურად. Whisper challenge. მოდი ქართულად დავარქვათ ისფერი ჩელენჯი. იყოს, კაი. აი, მიდი. ისფერი ჩელენჯი. შენ მასე ითამაშე ხო? Whisper არის მან თავარი სიტყვა, მაგრამ იყოს ისფერი. წვილებად ვართ შენ და მორიელი, თუკუ. მე და ჯანელა და ორი ირაკლი. ორი ირაკლი ერთმანეთთან. ხო. ანუ აქედან უნდა მოიღო სიტყვა, ანუ მე და იკო ვართ პირველი დაუშვათ, ხო? მე გავიკეთებ ყურსასმენებს, შენ გაიგე. აქ ჩავთავ ხმამაღალ მუსიკას ხა ჩამირთავ ხმამაღალ მუსიკას, რომ მე ვერ გავიგო რა სიტყვას მეუბნება. და ნახე მე აჰა, ჩემი ტუჩების მოძრობით უნდა გამოიცნოს. კი ბატონო, მუსიკა იგივე უნდა გააკეთოთ თქვენც. მუსიკა არ არის ჩართული. ოღონ დრო გვაქვს ერთი წუთი. ხო. მზად ხარ? ჰა? კარგია. ვეფხის ტყავსანი. ერთ დავინახე, აუ ამას წვერები აქვს და არ ჩანს ვი. ვეფხის ტყავსანი. ვეფხის ტყავსანი. მიცუბიში. იგარი ახლოს ხარ. აჰა. ვეფხის ტყავსანი. არაფერი ვერსია არ მაქვს, მითხარი? ვეფხის ტყავსანი. 0. ვეფხის ტყავსანი. ვერ ხვდები. ვეფხის ტყავსანი. შვ არის ვ არის. ეს მიშლის. ვეფხის ტყავსანი. ვეფხის ტყავსანი. ვეფხის ტყავსანი. არ ბიჭო, ვთილობ რომ ჩუმად თქვა და დამარცხე, ვაფშე არის მისამაში. მიცუბიში. რა იყო? ვეფხის ტყავსანი. ვეფხის ტყა. ხო და დამარცხე. მოდი ეხლა შენ. რა მაინტერესებს? ცი თამაშის წესები მაინტერესებს? არა. ეხა თქვენ რო დამთავრებული ახდეთ, ეხლა მე და ის და მე ეს. ხო, კაი, მიდი. ბიჭო, ვაფშე არ ჩანდა იმის პირი და თან ვთილობდი რომ ჩუმად გეთქვა შენ და რა. ხო, სპეციალურად არ ისმის, არა, აი ხელი თუ მიდე ვაფშე არ ისმის. თქვი, ბიჭო. თქვი სიტყვა კაცო. აქ გჭირდება ჩვენ პროფერტი. ჩვენ გვჭირდება მაყურე. ცოტა ნაკლები ჟესტიკულაციით თქვი. შვენიერება. არა სწორად ახებს პირს. წარმოდგენა არა. მასე არ უნდა. ორიმიანი თუა, ჯერ მარტო პირველი სიტყვა თქვი, აბა. შვენიერება. მშვენება, მშვიდობა, შვენიერება. მშვენიერება. ვაჰ, რა დამპალია. ესე რატო? ეგ სიტყვა რომ ცოდნოდა და მოვიწყდება და მშვენიერება. შეეცადა რომ მოგეგო რა. ჯიგარი ხარ, მალადეც. ამხელა თავი გაქვს. კი, მე ვცადე რომ არ გამიგია სიტყვა. მარცვლების რაოდენობა მკვდარი ხო? არის მის აშკარად ის რო გაქვს მოკიდებული, ხო? არის მის ვაფშე. არც ერთი. კაი, მოიცადე. წყალმცენარე. სალფეთქი. არა. წყალმცენარე. არამზადა. წყალმცენარე. კიდე თქვი?
წყალმცენარე. სალმიზანა. ახლო ხარ. წყალმცენარე. სალამანდრა. წყალმცენარე. პირველი სად მივდივართ? მერა ვერ დავჭეჭით. წყალი. წყალი. წყალმცენარე. ჯარ. წყალმცენარე. ქარმისთანა. ყველა ასოთი დაიწყო წყლისგან. მორჩა. ვერმიცანა. ძალიან ძნელი გამოსაცნობია. წყალმცენარე. ჯანე, ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს გავანადგუროთ. მოვსპოთ. მიდი, ჩარ. გაფრთხილება. აუ, შანსი არ აქვს. გაფრთხილება. არ უნდა ამდენი. გაზიფიცირება? ძალიან ახლოს ხარ. გაფრთხილება. გაფიჩინება? არა, კარგია, გაფრთხილება. კარგია. გაფრთხილება. ეს გაფკარგია. გაფრთხილება. გაფეტიშება? ეს გაფს რა კარგად იცნობ. გაფრთხილება. გაფერმკრთალება? გაბორზება. ცოტა შეხვედრა ძახე მაინც. კაი. გაფრთხილება. გაფრთხილება. დაპირისპირება? კი. კაი. მორჩა. ბიჭო, გაფს რა კარგად იგებდი. გაფრთხილება. გაფრთხილება იყო, ბიჭო. მაგრამ ძალიან ახლოსია რა. მოიგეთ რა. კუდაგეთ იმით ჯილკობით და გაწყობით და ხო რაღაცა ანუ კუდა მორიელმა მოუგო ირაკლებს რა. კი. მაგარი. კუდა მორიელი ხართ თქვენ. ეგ არის. ხო, თანხმოვნებში გაქვს ის აქ რა. კარჩი ულუაში და წვერი ამ თამაში მინუსია რა. კი, აღმოჩნდა. ანუ ჩემი სპორტია რა. რატო ახლა ულუაშები წვერებიანმა უხსენი და გამოაცნობ. შენი არა, შენი აკურატულად გაკეთებ. ამისი დაფარულია მთლიანად. ხო. ეს ბომჟის იდენტობი. მეც მიყვარხარ. ფულცელი ავიღოთ. იდენტობა კი არა, სხვა სიტყვა ხდება რა. ნებისმიერი ხალხმძღვარი სიტყვა შეგიძლია. ამით დღევანდელი ჩვენი კაცები დამთავრებულია. გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის.